მანამდე კი მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში შეყრებულ მოსახლეობას მიმართა ხალხმა დილიდან დაიწყო მისვლა ქალაქის ცენტრალურ მოედანზე. ქუთაისის შესასვლელში მობილიზებული იყო სამარშრუტო ტაქსები. მოსახლეობა მიმდებარე რაიონებიდანაც ჩაიყვანეს. ქალაქის ტერიტორიაზე დილიდან შეფერხებული იყო ტრანსპორტის მიმოსვლა და დაიკეტა ცენტრალური ქუჩები. და ასევე გამართული ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა. 1 ოქტომბერი ასევე არის რეფერენდუმი პარლამენტზე ქუთაისში. მათ ოცნებებში თუ ისინი არევენ ქვეყანას, იმიტომ რომ გამარჯვების იმედი რა საიდან უნდა კონდეთ, რა თქმა უნდა. მაგრამ მათ აქვთ იმედი ქვეყნისარევის. და მათ აქვთ იმედი რომ აი არჩევნების შემდეგ რაღაცა ისეთი მოხდება, რაც ააყენებს ყველაფერს რამაც ჩვენ შევქმნით. პირველი მიზანი მათი არის ქუთაისში პარლამენტის დახურვა ან საკონცერტო დარბაზად გადაკეთება. და მე მინდა ყველას უთხრა, ვისაც მთელი საქართველოს თავის კერძო საკონცერტო დარბაზად გადაკეთება უნდა, ჩაიკეტოს თავის სტუდიაში და იქ ჩაწეროს და იმღეროს თავისი უნიჭო სიმღერები, რამდენიც კი და ჩვენ გვინდა აქ იყოს პოლიტიკური დემოკრატიის ცენტრი. ვისაც ვის შეჩვეულია თავის კარებში გოლების გატანას, ის ჩვენ კარებს ვერასოდეს ვერ აიღებს, იმიტომ ამ კარებში მაგარი მეკარეები დგანან. და ვისაც იმედი ქონდა, რომ იმის გამო რომ ქუთაისში კიდე არის გაჭირვება, იმის გამო რომ ხალხს მართლა ბევრი პრობლემა აქვს, რომ ქუთაისი მათ გაყვებოდა და დღეს აქ ხალხი არ მოვიდოდა, გინდა ზემოდან გადაიგეთ ახლა, გინდა კოსმოსიდან, გინდა გვერდმარჯვიდან, გინდა მარცხნიდან, გინდა დაიმუქრე და გინდა რაც გინდა ქენით, შეხედეთ როგორი რამდენი ხალხია, შეხედეთ რა კაი ხალხია, რა ლამაზი ხალხი ვართ.